მე ბევრჯერ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ცხადია ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ იმის, რომ მოხდეს მშენებლობა, ქალაქის განვითარება, წინსვლა სხვანაირად შეუძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე. ეს არ უნდა მოხდეს სპორტული მოედნების ხარჯზე. და მთლიანად შევცვალეთ ეს დამოკიდებულება. მთლიანად შევცვალეთ მიდგომები. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და დაბრუნება მუნიციპალიტეტისთვის, რომ იქ არანაირი მშენებლობა არ განხორციელებულიყო და ბევრი ასეთი ტერიტორია დაუბრუნდა თბილისს და თბილისელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ დამოკიდებულებას, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი შეიქმნას დედაქალაქში. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ხედვა და ცოდნა თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული საცხოვრებლად. მე მინდა აქ ვისარგებლოს შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, საქველმოქმედო ფონდ ქართულს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბატონ ბიძინას ხელმძღვანელობით.